სახელმწიფომ ფერმერებისთვის ახალი აგროპროგრამა წარადგინა, რომელიც 2026 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. ხელისუფლება გვეუბნება, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მექანიზმებს აერთიანებს და უფრო მასშტაბურ დაფინანსებას გვთავაზობს. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახლავთ ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრის შექმნა, სადაც უნდა დარეგისტრირდეს ფერმერი, ეს მისი ვალდებულება იქნება. მისი მიწის ფართობით დარეგისტრირდება, წარმოების მიმართულება, ტექნიკა, მოსავალი და სხვა ძირითადი ინფორმაცია მოიყრის აქ თავს. მთავრობის განმარტებით ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ ზუსტად იცოდეს, ვის რა რესურსი აქვს და დახმარება უფრო მიზნობრივად გადანაწილდეს. თუმცა, ბევრისთვის გაუგებარია, რატომ სჭირდება ქვეყანას ახალი ერთიანი ბაზის შექმნა, როცა საქსტატ უკვე წლები აწარმოებს აგროსტატისტიკას და ფერმერული მეურნეობების შესახებ მონაცემებსაც აგროვებს. დარგის ნაწილის შეფასებით, მთავარი პრობლემა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა კი არ არის, არამედ არსებული მონაცემების სწორად გამოყენება და შედეგიან პოლიტიკაში გადატანა. პროგრამის მეორე მთავარი მიმართულება თანადაფინანსებაა. პროექტის მინიმალური მოცულობა 100,000 ლარი იქნება, მაქსიმალური კი 2 მილიონ ლარამდე ავა. პირველადი წარმოებისთვის სახელმწიფო დაფინანსება მინიმუმ 50% შეადგენს, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი მიმართულებებისთვის 40%-იან მხარდაჭერაზე გახლავთ საუბარი. პროგრამას უკვე მოჰყვა კრიტიკაც. დარგის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა დღეს იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, თუ რეალური ცვლილებები უნდოდათ, ხელისუფლებას ამისთვის 14 წელი ჰქონდა. მათივე შეფასებით, აქამდე არაერთი მილიონი დაიხარჯა აგროსექტორში, მაგრამ შედეგი მოსახლეობამ მკაფიოდ ვერ დაინახა, ვერ იგრძნო საკუთარ შემოსავლებში. ამიტომ ახალი ინიციატივის მიმართ წინასწარი სკეპტიციზმიც არსებობს. ეჭვი, რომ ესეც შესაძლოა მორიგ დაპირებად დარჩეს. ერთ-ერთ მორიგ დაპირებად დარჩეს და არა შედეგიან პროგრამად. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ეხება შენახვის ინფრასტრუქტურას. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში ხშირად მოსავალის სეზონზე იაფად იყიდება, რადგან ფერმერებს პროდუქტის შენახვის შესაძლებლობა არ აქვს. ამის ფონზე ქვეყანა ზოგ შემთხვევაში იმპორტზეც გახლავთ დამოკიდებული. სწორედ ამ მიმართულებით პროგრამა ნაწილობრივ პასუხობს ამ კრიტიკას, რადგან თანადაფინანსებაში პირდაპირ არის გათვალისწინებული სამაცივრე მეურნეობების შემნახველი ობიექტები და გადამამუშავებელი საწარმოები. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად ფერმერს ან ინვესტორს შეიძლება მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სახელმწიფოს დახმარებით. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა გახლავთ კადრების დეფიციტი. დარგს აკლია აგრონომები, ვეტერინარები, ტექნოლოგები და პრაქტიკული სპეციალისტები. სწორედ ამიტომ ზოგიერთ რეგიონში პროფესიონალების უცხოეთიდან ჩამოყვანაც კი უხდებათ. ამ ნაწილში ახალი პროგრამა ნაკლებად კონკრეტული გახლავთ, უნდა ითქვას. საჯაროდ წარმოდგენილ მასალებში პირდაპირ მექანიზმები აგროგანათლების პროფესიული გადამზადების ან სპეციალისტების მომზადებისთვის მკაფიოდ არ ჩანს. შესაბამისად, ეს ერთ-ერთ დაუფარავ სისუსტედ ნამდვილად რჩება ამ პროგრამაში. ასევე ხშირად საუბრობენ მიწის მართვის პრობლემებზეც, როგორიც არის დაურეგისტრირებელი ნაკვეთები, დანაწევრებული მიწები, დაუმუშავებელი ფართობები და სრული ადმინისტრაციული პროცედურები. პროგრამა ამ მიმართულებით რეესტრის შექმნით გარკვეულ პასუხს იძლევა, რადგან მიწებისა და ფერმერების აღრიცხვა უფრო მოწესრიგდება, თუმცა საკუთრების დავების, იჯარის სისტემის ან მიწის კონსოლიდაციის საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს. ბაზარზე წვდომაც გახლავთ ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებული. ბევრი ფერმერი ამბობს, რომ პროდუქციის წარმოებაზე მეტად რთული მისთვის მისი რეალიზაციაა, მისი გაყიდვაა. ამ ნაწილში პროგრამა ზოგადად საუბრობს წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, თუმცა კონკრეტული მექანიზმები, მაგალითად ექსპორტის მხარდაჭერა, მარკეტინგი, სარეალიზაციო ქსელი ან ვთქვათ გარანტირებული შესყიდვა ჯერ დეტალურად წარმოდგენილი არ გახლავთ. რომ შევაჯამოთ, ახალი აგროპროგრამა მეტნაკლებად პასუხობს რამდენიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას: ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ინფრასტრუქტურის შექმნას, შენახვას და გადამუშავებას, მაგრამ ღიად რჩება სხვა სისტემური საკითხები, როგორიც არის მაგალითად აგროგანათლება, კადრების დეფიციტი, ბაზრებზე წვდომა, მარკეტინგი, რეალიზაცია, მიწის მართვის უფრო ღრმა რეფორმა. სწორედ ამიტომ დარგის წარმომადგენელთა ნაწილი
მიიჩნევს, რომ პროგრამის წარმატება მხოლოდ დაფინანსების ზრდაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ მთავარი გახლავთ რეალურად რამდენად მივა ეს დახმარება ფერმერებამდე და შეიცვლება თუ არა მდგომარეობა პრაქტიკაში. თემაზე მუშაობას ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია და მომდევნო მასალებში შევეცდებით გაგაცნოთ როგორც სექტორის წარმომადგენლების შეფასებები, ისე უშუალოდ ფერმერების პოზიცია, რა მოსწონთ და რას უწუნებენ ამ პროგრამას, რას ელოდებიან ახალი პროგრამისგან რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში.